აჯამეთის აღკვეთილი იმერეთის მხარეში, ქუთაისიდან 15 კილომეტრზეა. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 4858 ჰექტარია. შექმნილია ორი მასივისაგან. აჯამეთის მუხნარისაგან, რომელიც 3742 ჰექტარია. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა შენაკადებს, ყვირილასა და ხანისწყალს შორის და ვარციხის მასივისაგან, რომელიც შეადგენს 1106 ჰექტარს, ხანისწყლის მარცხენა მხარეს. აჯამეთის აღკვეთილს, როგორც ბაღდათის სოფლები, ასევე ესაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები: აჯამეთი, ცხენთარო, როდინაული და სვირი. აჯამეთის აღკვეთილში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტიური ტყეები. მუხნარების ხნოვანება 100-200 წლებს შორის მერყეობს. კავკასიური ძელქვის წმინდა კორომები ჰექტარ-ნახევარია და აგრეთვე ჰართვისის მუხა. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში წარმოდგენილია ტყის სხვა ჯიშებიც: იფანი, კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, პანტა, თამელი. ქვეტის ჯიშებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია იელი და კუნელი, რომლებიც ზოგან გაუვალ რაყას ქმნის. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, ნელა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი, გელი, ტურა, ფოცხვერი და ტურაფოცხვერი. ფრინველებიდან საყურადღებოა ტყის ქათამი. აჯამეთის აღკვეთილში მრავალი სახეობის სოკო ამოდის. მათ შორის აღსანიშნავია სოკოების მეფედ წოდებული ნიყვი, ქუდიანი სოკო, ამარიტასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს არამარტო აჯამეთის აღკვეთილს, იმერეთის და საქართველოს სხვა მხარეების ტყეებს, არამედ ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის ტყეებსაც. აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზანია კოლხეთის ტყის ნიმუშისა და მესამეული ეპოქის იმერული მუხის, ჰართვისის მუხის, ძელქვისა და აგრეთვე ფაუნის დაცვა, მომრავლება და მეცნიერული შესწავლა. აჯამეთის აღკვეთილი საქართველოს ბუნების უნიკალური ძეგლია. აჯამეთის აღკვეთილი, მუხნარი, ძველად აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. ტყე ქართველ მეფეთა განთქმული სანადირო ადგილი იყო. 200-300 წლის წინათაც კი აჯამეთის ტყეს, რომელიც ქუთაისის ანახებიდან იწყებოდა, სამხრეთით დღევანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების, ვარციხის, ფერსათის, ქვედა დინის, ქალაქ ბაღდათისა და მისი შემოგარენის ვრცელი ვაკე ადგილები ეჭირა და ფერსათის ღადოს მთების აღმოსავლეთ განშტოების მთა ბორცვებთან მთავრდებოდა. აჯამეთის ტყის საკმაოდ დიდი მასივი 19 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს მაშინდელმა მთავარმართებელმა გენერალმა ალექსი ერმოლოვმა იჯარით გამოსყიდვის უფლებით გადასცა ფრანგ მოგზაურს, დიპლომატსა და ვაჭარს, მოგვიანებით საფრანგეთის კონსულს თბილისში, შაკ ფრანსუა გამბას, რითაც მშვენივრად ისარგებლა ამ უკანასკნელმა. შაკ ფრანსუა გამბამ 1820-24 წლებში იმოგზაურა სამხრეთ რუსეთსა და ამიერკავკასიაში. მოუნახულებია დასავლეთ საქართველოც. 1824-26 წლებში მან თავისი მოგზაურობის აღწერა საფრანგეთში გამოაქვეყნა 2 ტომად. პირველი ტომი 1987 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა. აღნიშნული წიგნის პირველ ტომში გამბა უშუალოდ თვითმხილველის თვალით აღწერს ბაღდათს, ბაღდათის თხმელის ციხეს, ბაღდათის მხარის სოფლების, ვარციხის, როკითის, დინის და ოფჩის იმდროინდელი მოსახლეობის ყოფასა და სამეურნეო საქმიანობას. მოყოლებული აქედან აჯამეთის ტყე სხვადასხვა მფლობელის ხელში მთელი მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე იჩეხებოდა და საზღვარგარეთ იყიდებოდა. აჯამეთის ტყის უკანასკნელი მესაკუთრე 1921 წლამდე იყო სომეხი მრეწველი, ანანოვი და მისი ოჯახი. მათმა ააშენეს ვარციხისა და დინის ღვინის ქარხნები. ვარციხეში მათ სასახლეს ჰქონდათ, რომელშიც 1991-დან 2004 წლის ჩათვლით
სახელმწიფო რეზიდენცია იყო განთავსებული. ცნობილი ენათმეცნიერის ზურაბ ჭუმბურიძის აზრით, სახელწოდება აჯამეთი დღეს უღნარს ნიშნავს არაბულად. ეს სახელი ჰქვია სოფელ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, რომელიც აჯამეთის დღეს აღმოსავლეთით ესაზღვრება. ჩვენი ვარაუდით შესაძლოა, აჯამეთის ჯა ელემენტი ლაზურ ზანურ ჯას უკავშირდებოდეს. ჯა ხეს მუხას ჰქვია ამ ენაში.